ბრიუსელში ფიქრობენ, რომ საქართველოსთან ვიზების საკითხზე დიალოგი უნაყოფო იყო, ამ და სხვა თემებზე გიყვებით რამდენიმე წუთში. ავიაცია, ქონების მართვა, ვაჭრობა, ვეტერინარია, საქართველოს ყირგიზეთს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის 8 მემორანდუმი გაფორმდა. აუდიტის ინფორმაციით საქართველოს წინააღმდეგ $1.7 მილიარდი საარბიტრაჟო დავებია წარმოებაში. მარწყვის საკრეფად გერმანიაში გაშვებულმა ქართველებმა საქართველოში შრომის სააგენტოს დავა მოუგეს. სასამართლომ სააგენტოს უთხრა, რომ ვალდებული იყო თავისი მოქალაქეები დაეცვა ყველგან, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ. დღეიდან სომხეთი და რუსეთის გავლით ევრაზიული კავშირის ქვეყნებში ათეულობით სახეობის პროდუქცია ვეღარ შევა. მოგესალმებით, ეს BMG რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმიან ამბებს BMG-ს გუნდთან ერთად ნინო ტაბატაძე წარმოგიდგენთ. მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა. წელს მსოფლიო ბანკი 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, რაც იანვარში გამოქვეყნებულ პროგნოზთან შედარებით 0.5%-ით ნაკლებია. ორგანიზაციამ ახალი პროგნოზები გლობალური ეკონომიკური პერსპექტივის ნახევარწლიან ანგარიშში გამოაქვეყნა. რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის რეგიონს, აქაც ჩარშანდელი 3.9%-იანი ზრდიდან წელს და მომავალ წელს პროგნოზი 3.4%-მდე, 2028 წლისთვის კი 3.2%-მდე გაუარესდა. თუმცა იანვარში გამოქვეყნებულ პროგნოზებთან შედარებით რეგიონის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა წელს და მომავალ წელს 0.2%-ით არის გაუმჯობესებული. ინფლაცია სავარაუდოდ წელს გაიზრდება, რაც გამოწვეული იქნება ენერგორესურსების და სურსათის ფასების გაზრდით, ხოლო 2027-28 წლებში შემცირდება, რადგანაც სასაქონლო ფასებზე ზეწოლა შემცირდება. ენერგორესურსების ფასების გავლენა ინფლაციაზე სავარაუდოდ უფრო ძლიერი იქნება ენერგოიმპორტიორ ქვეყნებში, სადაც ენერგიის წილი მომხმარებელთა ფასების ინდექსში მაღალია, როგორც არის მაგალითად სომხეთში, საქართველოსა და სერბეთში. ამ ფონზე მოსალოდნელია, რომ მონეტარული პოლიტიკა მუდმივი ინფლაციური ზეწოლის ფონზე შემზღუდავი დარჩება, წერია ამ ანგარიშში. ორგანიზაციის შეფასებით ენერგიის მაღალი ფასები სავარაუდოდ ყველაზე დიდ ზეწოლას სომხეთზე, საქართველოზე, მოლდოვასა და თურქეთზე მოახდენს, სადაც ენერგიის სუფთა იმპორტი შიდა ენერგიის მოხმარების 70%-ს აღემატება. საკმაოდ უნაყოფო აღმოჩნდა, ასე აფასებს ევროკავშირის ერთ-ერთი თანამდებობის პირი რადიო თავისუფლებასთან საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო საკითხებთან დაკავშირებულ დიალოგს, რომელიც გუშინ გაიმართა. პირმა, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ითხოვა, თქვა, რომ საქართველოს წარმომადგენლებმა დაიცვეს ის კანონები, რისი გაუქმებასაც ბრიუსელი დიდი ხანია ითხოვს. ამ წყაროს ინფორმაციით, როდესაც გიორგი ტაბატაძეს და მის გუნდს კითხეს, მზად არიან თუ არა კანონების შეცვლისთვის, პასუხად მიიღეს, რომ ისინი წარმოადგენდნენ ტექნიკურ ჯგუფს, ხოლო წამოწეული საკითხი პოლიტიკური იყო. ამრიგად თბილისის შეთავაზება არის, რომ ბრიუსელმა კვლავ მიიწვიოს ისინი პოლიტიკური დიალოგის გასაგრძელებლად ყველა დონეზე, რათა თავად განსაჯონ პოლიტიკური მზაობა. წყაროს ცნობითვე თბილისი ამტკიცებს, რომ მკაფიო სფეროები არსებობს, სადაც შედეგის მიღწევა შესაძლებელია, თუმცა ეს ასევე წყაროს შეფასებით უკიდურესი მინიმუმია და სანაცვლოდ თბილისიელის, რომ ევროკავშირის მხრიდან კეთილგანწყობა იქნება დაფიქსირებული. წერს რადიო თავისუფლება. თავის მხრივ გიორგი ტაბატაძემ გამოცემა ევროსკოპს განუცხადა, რომ პოზიტიურად არიან განწყობილნი. ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი შანტაჟისთვის გამოიყენება. ამის შესახებ პრემიერმა ყირგიზეთში მედიასთან განაცხადა. კობახიძე იმედოვნებს, რომ ევროპულ ბიუროკრატიაში შეიძლება მიდგომები და ჩამოყალიბდება სამართლიანი მიდგომა ქართველი ხალხის და ქვეყნის მიმართ. ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი და აბსოლუტურად ღია ვართ დიალოგისთვის, მათ შორის იმ თემებზე, რაც განიხილებოდა ბრიუსელში, კონკრეტულად ვიზებთან დაკავშირებით, ამბობს კობახიძე. ჩვენი პასუხები არის ძალიან ცხადი, ძალიან მკაფიო. ყველაფერი დანარჩენი არის პოლიტიკა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში ევროპულ ბიუროკრატიაში შეიცვლება მიდგომები, ჩამოყალიბდება სამართლიანი მიდგომა ქართული ხალხის მიმართ, ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, ჩვენი ქვეყნის მიმართ. ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი და აბსოლუტურად ღია ვართ დიალოგისთვის. სამწუხაროა, რომ შანტაჟისთვის გამოიყენება ეს საკითხი, ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი. ჩვენ თავის დროზე რეალურად ჩავგედეთ ყველანაირი გზა შანტაჟისთვის. დარჩა ერთადერთი თეორიული ინსტრუმენტი, ეს არის ვიზა ლიბერალიზაცია და კონკრეტული ძალები ცდილობენ რაღაცნაირად ეს ინსტრუმენტი გამოიყენონ შანტაჟისთვის ქართული ხალხის წინააღმდეგ და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის არასწორი მიდგომა. ჩვენ გვინდა სამართლიანი მიდგომა და რა თქმა უნდა ამ გზავნილით ვესაუბრები ჩვენს ევროპელ პარტნიორებს.
ყირგიზეთში ირაკლი კობახიძის ვიზიტი მიმდინარეობს. ამ ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ყირგიზეთს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის 8 მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ დღეს ირაკლი კობახიძისა და ყირგიზეთის პრეზიდენტის სადირ ჟაპაროვის ერთობლივი ბრიფინგის დროს გახდა ცნობილი. ვაჭრობა, განათლება, ავიაცია, ვეტერინარია, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება. ამ და სხვა მიმართულებით დღეს ყირგიზ კოლეგებთან მემორანდუმები გაცოლეს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეკონომიკის მინისტრმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, იუსტიციის მინისტრმა, განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ. ყირგიზეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ყირგიზეთს შორის გაფორმებული არაერთი შეთანხმება ხელს შეუწყობს ორმხრივად სასარგებლო პროექტების განხორციელებას. იმედი მაქვს, ეს ვიზიტი საქართველოს ყირგიზეთის ორმხრივ ურთიერთობებს ახალ ბიძგს მისცემს, თქვა დღეს ირაკლი კობახიძემ. ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ უმაღლეს დონეზე ვიზიტები ჩვენს ქვეყნებს შორის არასოდეს განხორციელებულა მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მჭიდრო ისტორიული კავშირი ჩვენს ხალხებს და ჩვენს ქვეყნებს შორის. მოხარული ვართ, რომ ახლა შედგა ეს ვიზიტი, ჩვენ ასევე ყირგიზეთის პრეზიდენტი მოვიწვიეთ საქართველოში. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ გავაღრმავოთ როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კავშირები სხვა მიმართულებით თანამშრომლობა ყირგიზეთის რესპუბლიკასთან. ყირგიზეთის სწრაფი ტემპით ვითარდება ეკონომიკური კუთხით ბოლო წლების განმავლობაში, ასევე ყირგიზეთის მაქსიმალურად ცდილობს მაქსიმალურად გააძლიეროს საკუთარი ფუნქცია დაკავშირებადობის კუთხით და ეს ქმნის რა თქმა უნდა ახალ შეასრულებებს ჩვენთვის, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობისთვის. საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე იპოთეკურ სესხებზე რეგულაციების შემსუბუქებასა და დეველოპერების შიდა განმადებების სქემებში გარკვეულ რისკებს ხედავს. როგორც ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვის ანგარიშში ანათქვამი, ბოლო პერიოდში დეველოპერების მიერ კვაზი იპოთეკური სესხების გაცემა სწრაფად გაიზარდა, რის საპასუხოდაც ეროვნულმა ბანკმა იპოთეკურ სესხებზე რეგულაციები შეარბილა. ფონდი აღნიშნავს, რომ იპოთეკურ დაკრედიტებაზე სტანდარტების შემსუბუქებამ შესაძლოა ფინანსური სტაბილურობის რისკები შექმნას. აქედან გამომდინარე, სავალუტო ფონდმა გასცა რეკომენდაცია, რომ დეველოპერებზე ეროვნული ბანკის ზედამხედველობა გაფართოვდეს იმ შემთხვევაში, თუ კი მათი საქმიანობა ფინანსურ შუამავლობად ჩაითვლება. უძრავი ქონების დეველოპერებისთვის საბანკო სექტორის მიერ სესხების გაცემა სტაბილურია, თუმცა დეველოპერების მიერ ვალუტის ობლიგაციების გამოშვება და კვაზი იპოთეკური სესხების გაცემა სწრაფად გაიზარდა. თუმცა უძრავი ქონების ფასები სტაბილური იყო. რეგულირებადი საბანკო კრედიტისკენ აქტივობის გადამისამართების მიზნით ეროვნულმა ბანკმა დროებით შეამცირა დეველოპერების კაპიტალის მოთხოვნები ბიზნეს სესხებისა და საყოფაცხოვრებო იპოთეკური სესხების მისაღებად. ბანკებში დეველოპერების მიმართ არსებული შიდა ლიმიტების გათვალისწინებით. მოსალოდნელია, რომ ეს ძირითადად ხელს შეუწყობს იპოთეკური სესხების გაცემას. სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა გააფრთხილეს ხელისუფლება, რომ იპოთეკურ სესხებზე სტანდარტების შემსუბუქებამ შესაძლოა ფინანსური სტაბილურობის რისკების შექმნას, განსაკუთრებით საცხოვრებელი ბინების ფასების მკვეთრი კორექტირების შემთხვევაში. ამის ნაცვლად რეკომენდაცია გაუწიეს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის გაფართოებას დეველოპერებზე, რათა აღმოიფხვრას მარეგულირებელი ხარვეზები თუ მათი საქმიანობა ფინანსურ შუამავლობად ჩაითვლება. ეკონომიკური დასაბუთება საკმაოდ მწირია, აცხადებენ ინფრასტრუქტურის მშენებლები და ითხოვენ ინფორმაციას, რატომ იქმნება გზების მოვლისთვის სახელმწიფო კომპანია. როგორც BMG TV-ს გადაცემა წერტილში საქართველოს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი გიორგობიანმა განაცხადა, ბიზნესი ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან ითხოვს დამატებით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტა მთავრობამ საერთაშორისო გზების მოვლა შენახვისთვის სახელმწიფო კომპანიის შექმნა. მან არ დამალა, რომ ინფრასტრუქტურის ბიზნესმა მთავრობისგან გეგმის შესახებ მედიის შეიტყო, მას შემდეგ რაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს ავტორობით მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით დასამტკიცებლად შევიდა. ირაკლი გიორგობიანმა დიპლომატიური ტონით უპასუხა პრემიერ კობახიძეს კრიტიკასაც, რომელიც კერძო კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხს უკავშირდება. რა ღირებულებასაც იხდიდა სახელმწიფო, იმ ხარისხის პროდუქტსაც იღებდა, ამბობს გიორგობიანი. საქმის კურსი ამით დასრულებულია, ეთერში ბრუნდებით 4:09-ზე, დაგველოდით.